ქართული ოცნება კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს ითხოვს იმ ევროპარლამენტარისგან, რომელმაც განაცხადა, რომ სანქცირებული პირები საქართველოსთან ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ კითხვით, როგორ შეიძლება სანქცირების სიიდან მათი ამოშლა. ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას დღეს მმართველ-კუნჩი ისევ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ თუ კი არ დაიდება კონკრეტული მტკიცებულებები, ეს განცხადება უბრალო ჭორაობად ჩაითვლება. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარის განცხადება რეალურ ფაქტებს ეფუძნება და სახელისუფლებო გუნდის წევრები არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ პირადი ინტერესით მოქმედებენ. Now, Georgia. Not good news from this side. მისივე თქმით, არც ისე კარგი ამბები საქართველოსთან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე ესპანელმა ევროპარლამენტარმა წარმოადგინა. ნაჩო სანჩეს ამორის საკმაოდ ვრცელი მოხსენება, სადაც ბოლო დროს მიღებული კანონებისა და გადაწყვეტილებების გარდა დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასა და პოლიტიკოსების დაპატიმრებაზეც არის აქცენტი, გამოსავლის დასახელებით სრულდება და ეს გზა მისთვის პერსონალურ სანქციებზე გადის. ევროდეპუტატი ირწმუნება, რომ ქართულ ხელისუფალთა მიმართ ამ მეთოდის ეფექტურობის შესახებ მან კოლეგებისგან შეიტყო, რომლებსაც თავის მხრივ სანქციების თავიდან არიდების გზების ძიებაში საქართველოსთან მიმართეს. We receive an universal message. ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრი ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, პერსონალური სანქციებია. ერთადერთი, რამ რაზეც რეაგირება ჰქონდათ, ხალხს ურეკავდნენ, ცდილობდნენ გაირკვიათ, რა დაემართა მათ ქონებას. ესპანეთში სახლს, შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ. ეს იყო პერსონალური სანქციები. ეს იყო უნივერსალური გზავნილი. ეს ხალხი ვისი სახელების გამოცხადდა, რეკავდნენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობდნენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოშლა. ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სრულად დამაჯერებელია ოპოზიციისთვის. ამ უპირობო ნდობის მიზეზად კი არა კონკრეტული ევროპარლამენტარის თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობას, არამედ ოპონენტების მიდგომებს ასახელებენ და დარწმუნებული არიან, რომ პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის ნაწილშიც სახელისუფლებო გუნდის წევრთა მთავარი საზრუნავი არა სახელმწიფოს, არამედ პირადი ინტერესია. ივანიშვილის ინტერვიუებს რომ მოусმინოთ, ივანიშვილს მხოლოდ თავის ფული და სიმდიდრე ადარდებს ხოლმე, ისევე როგორც მისი ბანდის წევრებს, ამიტომაც რა თქმა უნდა შეწუხებულები იქნებიან იმ სანქციებით, რომელიც მათ ქონებას და სიმდიდრეს ეხება, ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები ცდილობენ გავიდნენ კონტაქტზე, სამწუხარო ის გახავთ, რომ მხოლოდ როცა მათი ფინანსები დგება საფრთხის ქვეშ, მაშინ არიან ხოლმე ასეთი აქტიურები და არა მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყნის ევროპულ ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს ეხება ხოლმე საქმე და მხოლოდ საკუთარი პირადი მიზნებისთვის წუხდებიან ხოლმე მსგავსი ზარები. არანაირი საფუძველი არ მაქვს არვენდო ამ ევროპარლამენტარის განცხადებას, რადგან იძახის, ესე იგი რაღაც ინფორმაცია აქვს, საერთოდ არ მეკვირს, რომ შეწუხებულები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. და ხვდებოდა, რომ შენს აქციას, შენს ქმედებებს შედეგები აქვს და ეს შედეგები შენი ოჯახის წევრებზეც აისახება, იმიტომ რომ რეალურად მთავრობის წევრებს და თუნდაც იმ რიგით პოლიციელებს, რომლებიც უფლებებს არ ღვევენ და ცრუმოწმებად გამოდიან პოლიტიკური დევნის პროცესში, ხო? ანუ რეალურად ისინი ხვისიშვილების მომავალზე ახდენენ გავლენას, ამიტომ არაფერი უსამართლო ამაში არ ხდება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ სახელისუფლებო გუნდს სანქციები იმაზე მეტად აწუხებს, ვიდრე აღიარებენ. შესაბამისად, ევროპარლამენტარს იმაშიც ეთანხმებიან, რომ ეს ქართულ ოცნებაზე ზემოქმედების საუკეთესო თუ არა მნიშვნელოვანი ბერკეტია. ისედაც ნათელი იყო, რომ სანქციები საკმაოდ არასასიამოვნო იქნებოდა ადრესატებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები კეთდებოდა ამასთან მიმართებაში და მე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, თვითონ ეს ფაქტი რეალურია თუ არა, სანქციები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში. ზოგადად ქართულ ოცნებად დაინტერესებულია სანქციების გაუქმებაში, ისეაც ცნობილია და პირიქით უცნაური იქნებოდა, რომ ისინი არ მუშაობდნენ იმაზე, რომ სანქციები გააუქმონ და სათანადო კონტაქტებს არ იყენებდნენ. ამიტომ მე ჯერ რო ქართული ოცნება ცდილობს სანქციების გაუქმებაზე რაღაც კონტაქტების პოვნას და სანქციების რეჟიმის ცვლილება მოახდინოს ამით და არაფერ განსაკუთრებულს ამ ამბავში ვერ ხედავ. ქართული ოცნებისთვის ამ კონკრეტული ევროპარლამენტარის არასანდოობის ერთ-ერთი დადასტურება სწორედ მსგავსი ინფორმაციის უარგუმენტოდ გავრცელებაა. მმართველი პარტია ესპანელი ევროდეპუტატისგან თუ სატელეფონო ჩანაწერებს არა, როგორც მინიმუმ კონკრეტული გვარების დასახელებას ითხოვს. მტკიცებულებების წარდგენამდე კი ქართულ ოცნებაში ამ განცხადებას უბრალო ჭორაობად მიიჩნევენ, ოღონდ გარკვეული მიზნითა და დაინტერესებით. როდესაც ესეთი ტიპის ბრალდებები ისმის, ხომ, არასდროს ამას ფაქტები და მტკიცებულებები არ მოყვება, როდესაც პირიქით ჩვენის მხრიდან, როდესაც ვაკრიტიკებთ ევრობიუროკრატებს, ყოველთვის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ამას. ეხლა თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენს
წარმოუდგენია სოფლიო არენაზე, რომ ეხლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ხო? ძალიან აცდენილი არის რეალობას. და ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს. ვერავით არის რეალური მტკიცებულება მსგავსი კომუნიკაციის თაობაზე ვერ იქნა მოყვანილი და ჩვენ აქედანაც შეგვიძლია კიდევ ერთხელ მივმართოთ პატივცემულ ევროპარლამენტარს, რომ თუ კი მას რეალურად რაიმე ინფორმაცია აქვს, მაშინ შევიდეთ დეტალებში, დაასახელოს სად, ვინ, რა ვითარებაში და როგორ მოითხოვა ვითომ და სანქციების, ასე ვთქვათ, სიიდან ამორიცხვა თუ რაღაც სხვა მსგავსი კომუნიკაცია იქნა განხორციელებული. ეს არის აბსურდი, ეს არის ჩვეულებრივი ჭორაობა. საქართველოს საკითხზე მოხსენებით ნაჩო სანჩეს ამორი რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტზეც წარსდგა. სანჩესი ერთ-ერთი წევრი იყო ევროპარლამენტართა იმ დელეგაციის, რომელიც თბილისს 26-28 მაისს სტუმრობდა.